ვადო, ერთი კითხვა მაქვს, შენ ოთალკაპებს მიდიხარ არჩევნებზე? არა, არ მიდიხარ არჩევნებზე. მეორე ტური რო იყოს ახლა არჩევნებზე? არ მჯერა რომ მეორე ტური იქნება. ქართული ოცნების წინააღმდეგ შანსი არის რომ მივიდნენ და საარჩევნო ყუთთან დააფიქსირონ რომელსაც თავიანთი აზრი. როჟონავს კალაძის წინააღმდეგ ხმას მე მივცემ ქუჩიდან. მე ძალიან კარგად ვიაზრებ რომ შესული ვართ უთანასწორო ბრძოლაში. განცდა უჩდება ძალიან ბევრს რომ არა გამარჯვებისთვის მიდის ბრძოლა, არამედ 3-4 ადგილის საკრებულოში მოპოვების. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემს მნიშვნელობა არ აქვს რა ციფრი დაჯდება 4-ში. ეს არჩევნები არის ერთი დიდი ტყუილი. ყველა რომ გასულიყო, ნამდვილად თბილისში დიდი დარტყმა იქნებოდა ქართული ოცნებისთვის. ნაწილი ოპოზიციის ერთ მხარეს არის, მეორე ნაწილი რაღაც კამპანიას ატარებს და ამბობს ეს ბიჭები არიან და არა მარტო ბიჭები, ქალბატონები არიან ციხეში. ვინც არჩევნებზე მიდის და ხმას აძლევს, ხო? ამ ადამიანების არჩევანი მას სად უნდა იყოს დაცული? არც ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია არ აკვირდება ამ არჩევნებს. კომფორტული იქნებოდა ბოიკოტში ყოფნა, მაგრამ მე სხვა პასუხისმგებლობები მაგისია. მე მგონი რომ კომფორტის ზონის შექმნა არის ეს ოცნებისთვის რეალურად. ჩვენი მხრიდან არასდროს არავის არ გაუკეთებია ამას გაცხადება, რომ პროტესტს აზრი არ აქვს. პირიქით. ქართულ ოცნებას აძლევენ ეს პარტიები ლეგიტიმაციას, მაგრამ მაინც ქართული ოცნებისგან ამ პასუხს იღებენ. ვერცხლების სოლა, ანუ გადიან ყოველდღიურ ჯოჯოხეთს ზოგს მანქანა უფეთქე, ზოგს დაიჭირეს ერთი წელი ციხეში ყავდათ. კალადის წაგება შესაძლებელი არის რეალურ არჩევნებში. ამაზე მეტი ხო რაღა უნდა გამოვიდეს ხალხი, ან ამაზე მეტი ქუჩაში რაღა უნდა მოხდეს, რაც მოხდა დეკემბერში, ხო? იმდენად ცოტა ადამიანი უნდა მივიდეს ამ არჩევნებზე, რომ 40%-საც რო ვერაცდენ. ბოიკოტის თემა მოახდინეს ფსიქოლოგიური შანტაჟი. მე იმასაც ვხედავ თვითმმართველობის არჩევნებით რეალურად რა სვლით და რა იწყება და რა მთავრდება.